დაგლოცეთ. დაგლოცოს ღმერთო. მამაო, როგორ უნდა შედგეს ბოლოს და ბოლოს ერის გამთლიანება? ხო, ეს არის ყველა ადამიანის მთავარი საზრუნავი. უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის, აი მამებისთვის, სასულიერო პირებისთვის ყველაზე სანუკვარი ოცნება ეს არის, რომ ერი გამთლიანდეს. ერი რო გამთლიანდება, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ უფალი სრულად ჩვენთან იქნება და მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ რატომ იყოფა ერი? ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს. ყოფს იმიტომ, რომ ცალ-ცალკე დაანგრიოს. ყოფს იმიტომ, რომ მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო ქართული ანდაზაა და ეს მარტო ყოფნი ადამიანები ძალიან გასაცოდავებულები არიან. თუ გავიაზრებთ იმას, რომ აი დავითის დროს, თამარის დროს, როგორ ერი მთლიანი იყო და როგორი ძლიერი იყო, ამას რო გაიაზრებს ადამიანი, ბუნებრივია, რომ უნდა უნდოდეს ერის გამთლიანება. მაგრამ ისე ვიმეორებ, რომ აი ეს პატივმოყვარეობა, ეს ერთმანეთის განკითხვა, ერთმანეთის ცილისწამება, ერთმანეთის მიმართ ლანძღვაგინება და აი ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ ეშმაკი ამ სადავებს ხელიდან არ უშვებს, რომ მოაჯდება კისერზე ადამიანს და ეუბნება, აი შენ მართალი ხარ, ნახე ის როგორ იქცევა, ნახე ამა რა გააკეთა, შენ მართალი ხარ და ამას თავში აუვარდება და არ აქვს განათლება სულიერი, რომ მიხვდეს, რომ ეს ეშმაკი საცდურია, არ აქვს იმდენი აზროვნება, რომ დაიწეროს პირჯვარი და უფალო მაშორეს ბოროტისული ეს ამპარტავნებას რომ მიღვივებს, სხვის განკითხვას რომ მიღვივებს, ღმერთო მაშორეს ბოროტისული ეს სიძულიც რომ ითესავს გულში. ამდენი სულიერი სწავლა არ აქვს ამ ადამიანს და ბუნებრივია მიყვება და ბოლო რა არის? ბოლო ტრობა, შუღლი, ურთიერთდაპირისპირება დაგვიფაროს ღმერთმა. მე ესე ვფიქრობ, გიორგი, რომ თუ გვინდა რომ ჩვენ ვნახოთ ჩვენიერი მთლიანი, დღე-დღე ამას უნდა ვთხოვდეთ უფალს. აი, როგორც შვიდგზის ლოცვებშია პატრიარქის ლოცვა კურთხევით, რომ ღმერთო გაამთლიანი და გააძლიერე ჩვენი ქვეყანა და ხო ვლოცულობთ. აი ამის გარდა სულ მაინც უნდა ვილოცოთ. აი იესოს ლოცვებში უფალო იესო ქრისტე, გაამთლიანი ჩვენი ერი, უფალო იესო ქრისტე, ძეუღთისაო, აშორე ჩვენ ერს ეს სიძულვილი, უფალო იესო ქრისტე, ძეუღთისაო, ერთსულოვნება აჩუქე ჩვენ ერს, უფალო იესო ქრისტე. აი ესე სულ უნდა ვთხოვოთ და ნუ გვავიწყდება, რომ წვეთწვეთობით ქვაიხრიტება და დადგება ის ღვთივკურთხეული დღე, როდესაც ერი გამთლიანდება, შერიგდება, ერი ერთმანეთის ლანძღვაგინებას კი არა, უკვე საკუთარ თავის ნაკლს დაინახავს და თითეული ადამიანი შენდობას სთხოვს ერთმანეთს. მე მაგალითად მინდა, რომ აი დღეიდან აი ყველას გთხოვოთ შენდობა, რომ თუ კი რამე მიწყენებია თქვენთვის, ან სიტყვით, ან საქმით, ან ჟესტიკულიაციით, ან შეიძლება გადაუღრილი ყოფილიყავი და ისე ყურადღება ვერ მომექცია, ვინც მოსულ ხართ ჩემთან. ყველა შენდობას გთხოვთ, ღვთისგულისათვის მაპატიე. თქვენც ასევე უნდა სთხოვოთ ერთმანეთს პატიება, თუნდაც მცირედისთვის და მერწმუნეთ, რომ როდესაც აი ესე მოხდება ურთიერთ შერიგება, ნელ-ნელა ეს გადაიზრდება საერთო ეროვნულ შერიგებაში და ღმერთმა მოგცეს ამის ძალა, რომ გვანახოს უფალმა აი ეს ჩვენი ლოცვის, ჩვენი აი ამ უფლისადმი ვედრების შედეგი უნდა იყოს ერთსულოვნება ქვეყანაში, შედეგი უნდა იყოს ერთიანი აზროვნება, უფლის დიდება, ერის მთლიანობა და სიყვარული.
ღმერთმა გვაღირსოს ჩვენ ერთს. დიდი მადლობა მამა ერთს კითხავ თუ შეიძლება აი ინანებს ადამიანი დღესო სიტყვაზე ცუდად ექცევა თავის მოყვას ან რაღაცას ისე ვერ აკეთებს აი რაღაცის გამო თუნდაც თავისი ჯიუტი აზრის გამო თუ მას სულიერი თვალები აეხილება აუცილებლად ინანებს მაგრამ თუ კი ეშმაკი რომელიც კისერზე ყავთ მომჯდარი და მათი სადავეები უჭირავ და სულიერი თვალები აი ესე დახშობილი აქვთ არ ინანებენ პირიქით ასეთი ადამიანები სიკვდილის წინ კიდე სხვებს ადანაშაულებენ აი იმან ესე და ასეთი ადამიანები ამ ქვეყანაში ჯოჯოხეთშია და საწყლები რო გარდაიცვლებიან იმ ქვეყანაში ჯოჯოხეთში მიდის და უფალი რას ამბობს ცათასასუფევლის სიხარული 64 სიხარული აქედანვე იწყება აქედანვე რა არის ეს სიხარული სიხარული არის როდესაც ადამიანი ეტყვის უფალო აი ესე ცოდვილი ვარ მაპატიე უფალო ყველას პატიებას თხოვს და ეს პატიება ბუნებრივია უფალი პატიობს და პატიებასთან ერთად სიხარული ნუგეში ბედნიერება მოდის და ეს ბედნიერებაა ცათასასუფევლის სიხარული და ამ აქედანვე იწყება ცათასასუფევლის სიხარული რო გარდაიცვლება მე იქაც ადამიანი გვაღირსოს ღმერთმა ყველას უფალთან სიხარულში ვიქნებით ამინ გვაღირსოს უფალ მადლობა დიდი